14 ივლისს ოპერის თეატრთან თენგის მუშკუდიანის ვარსკვლავი იხსნება. მანამდე გაიმართება გალვა კონცერტი, რომელშიც საქართველოს სახალხო არტისტის მოწაფეები, თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას. 32 წელი სცენაზე, როგორ იყო ლეგენდარული ბანის პროფესიული კარიერა. ნახეთ სიუჟეტი. პირველად თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 23 წლის ასაკში იმღერა. თბილისის კონსერვატორიის სტუდენტს მოსკოვის დიდი თეატრის დასის გასტროლზე ჩაიკოვსკის ოპერაში ევგენი ონეგინი თავად გრემინის პარტიის შესრულება მოუხდა. 2 წლის შემდეგ თენგის მუშკუდიანი თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი გახდა. ამ სცენაზე იგი 32 წელი იდგა და სასცენო მოღვაწეობის დასრულება კარიერის ზენიტში გადაწყვიტა. ცნობილი საოპერო მომღერალი დღეს აცხადებს, რომ ამის მიზეზი გადაღლილობა გახდათ. მართალი არ დავბერებულ ვარ აქ, მაგრამ დავოსტატი და 58-19 წლის მგონი, რომ დავანებე სიმღერას თავი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. დავიღალე. ის კი რა ხმა მიჟღერდა შესანიშნავად, მაგრამ ყველას გაუკვირდა, რომ ვტოვებდი სცენას. საქართველოს სახალხო არტისტს გამოჩენილ საოპერო ბანს და თბილისის კონსერვატორიის პროფესორს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ 14 ივლისს სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან. ამ დღეს მას ხელოვნების ქურუმის წოდებაც მიენიჭება. მომღერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს თეატრში საიუბილეო საღამო მიეცნება, რომელშიც ძველი და ახალი თაობის ქართველი საოპერო შემსრულებლები, თენგის მუშკუდიანის სტუდენტები და ოპერის თეატრის ორკესტრი მიიღეს მონაწილეობას. 14 ივლისს იმართება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც თეატრი გახსნის დღიდან გეგმავდა და მიხარია, რომ ამ ინტენსიური სეზონის ბოლოს ჩვენ ვახერხებთ ბატონო თენგის მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნას. აქ არიან მისი სტუდენტები ან ნასტუდენტარები, რომლებიც ვინც მოახერხა ჩამოსვლა ყველამ ვერა სამწუხაროდ. არის ქართული კლასიკა, მოგეხსენებათ, დასავლეთ ევროპული, რუსული. საიუბილეო საღამო არ ჩაივლის არც იმ კადრების ჩვენების გარეშე, რომელსაც მაყურებელი ყოველთვის დიდი ემოციით და სიყვარულით ნახულობს. თენგის მუშკუდიანი ცნობილი ქართული ფილმის აბეზარას მთავარი როლის შემსრულებელია. მე ბედნიერი ვარ, რომ ოპერის წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი აკისკისდება და მისი მფლობელი გახდება ბატონი თენგის და მას მინდა წინასწარ მიულოცო. ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ თენგის მუშკუდიანის ვარსკვლავი რიგით მეხუთე იქნება.